მოგესალმებით. გააჩნია საკმაოდ კარგად განშტოებული სატრანსპორტო ქსელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სერიოზული მოდერნიზაციისა და განვითარების ყველა წინაპირობა სოფლიო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს გზასაყარზე ევროპასა და აზიას შორის გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისათვის, რომ სტაბილურად განავითაროს სატრანსპორტო ლოგისტიკური სფერო, კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოებში. აქედან გამომდინარე აუცილებელია ახალი ერთიანი სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება, რომლის ძირითად ამოცანებიც უნდა იყოს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის ანალიზი და შეფასება, ძირითადი სატრანსპორტო კვანძებისა და ტრასეკას ინფრასტრუქტურის, პორტების, სარკინიგზო სატვირთო სადგურების, სატრანსპორტო ლოგისტიკური და მულტიმოდალური კომპლექსების მდგომარეობის ანალიზი, სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის პრობლემების გამოვლენა, გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრვის პრიორიტეტულ ღონისძიებათა დაგეგმა. მაშასე საქართველოს როგორც ერთიანი სატრანსპორტო ლოგისტიკური ცენტრი, ჰაბი. ამ თემებზე სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვიეთ საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ შენგელია, ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გოგა დობრჯინიძე, ხოლო თბილისის სტუდიიდან ჩაგვერთება კომპანია ჯეოინჟინერინგის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ომარ ქუსნაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისათვის. თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი და ახლობელი თემა არის დღეს ჩვენი განხილვის და მსჯელობის საგანი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თბილისში ვეწვიეთ სტუბრად ბატონ ომარს კომპანიაში, ჯეოინჟინერიაში მოგეხსენებათ ამ კომპანიას საკმაოდ დიდი და სერიოზული პროექტების მიმართულებით აქვს ნამუშევარი და მათ შორის თქვათ ორი საკმარისი რომ აღნიშნდეს არის ბაქო-ჯეიხანი და თბილისი-ყარსის ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის და თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი. ჩავწერეთ იქ ბატონი ომარი, ნახეთ ის მაკეტები და შესაბამისად დავყევით რამოდენიმე ნაწილად ეს გადაცემა ჩვენი. ანუ პირველ ნაწილში ვისაუბროთ საერთოდ ევროაზიულ სატრანსპორტო სივრცეზე და ტრასეკას დერეფანზე. მე შემოგთავაზებთ ახლა რგოლს პირველ ნაწილს და შემდეგ დაბრუნდეთ სტუდიაში და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. გთხოვთ გავუშვათ პირველი რგოლი. აი აქ არის ის სატრანსპორტო დერეფანი ნაჩვენები, რომელიც იწყება ვთქვათ იაპონიიდან, შემდეგ ჩინეთის გავლით, ყაზახეთი, შემდეგ ცენტრალური აზია, კასპიის ზღვა, კასპიის ზღვიდან გადაიკვეთება აზერბაიჯანის საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის ეს ხაზი, შემდეგ ზღვით ან ხმელეთით, თურქეთის ან ზღვით გავლით ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა და აგრეთვე ბრიტანეთამდე. აი ეს არის ის ძირითადი ხაზი, ძირითადი მაგისტრალი, რომლის ორგანული და განუყოფელი ნაწილს წარმოადგენს საქართველოს სეგმენტი, სატრანსპორტო სეგმენტი. აი ჩვენ როგორც ხედავთ, ძალიან სტრატეგიულად, გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ადგილი უკავია კავკასიას და მათ შორის საქართველოს, აი ამ უმოკლესი გზის აზიიდან ევროპასთან დამაკავშირებელ უმოკლესი გზის მას ტრასის შესაქმნელად. და პრაქტიკულად ეს უკვე ფუნქციონირებს სარკინიგზო მაგისტრალი, ნაწილ ბოლომდე არა, მაგრამ მალე დამთავრდება თბილისი-ყარსის რკინიგზაც, აგრეთვე ეკვირაბი ზღვის ქვეშ თურქეთის ტერიტორიას და შემდეგ და ამით პრაქტიკულად აზიიდან იაპონია, ჩინეთი და ეს აღმოსავლეთი ნაწილი თავისუფლად დაკავშირდება დასავლეთ ევროპას. ნახეთ ეს დერეფანი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილია, ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს მოხერხებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. რაში ვართ კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ევროპა-აზიის როგორც დამაკავშირებელი მონაკვეთი, ამ შემთხვევაში საქართველო, როგორც ერთიანი სატრანსპორტო ლოგისტიკური ცენტრი, რა პლუსები და რა მინუსები გვაქვს თითოეულ თქვენთაგანთან, ბატონო ალბათ თქვენგან დავიწყოთ თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. მართლაც, გეოგრაფიულად და ისტორიულად საქართველო არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. რაც შეეხება თვითონ ძველ აბრეშუმის გზის მონაკვეთს, თქვენ ახსენეთ ტრასეკას კორიდორი, მართლაც იგი პრაქტიკულად არის უმოკლესი გზა ჩინეთიდან დასავლეთამდე.
თუმცა რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაახლოებით 5% ტვირთებისა მოძრაობს ამ კორიდორში, რომელიც პრაქტიკულად აზიიდან მე გულისხმობ ძირითადად ჩინეთიდან მიედინება, ასე ვთქვათ, ევროპის მიმართულებით და ამ 4%-დან უკაცრავად 5%-დან დაახლოებით 3% გადის საქართველოს და დანარჩენი ბალტიის, პირეთისა და რუსეთის კორიდორით, მაშინ აშკარა ხდება, რომ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით არის რაღაც გარკვეული ამოცანების შესაძლებელი იმისათვის, რომ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ, ასე ვთქვათ, საქართველოსა და თვითონ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კორიდორის გავლით. ძირითადად მე მინდა მოგახსენოთ, ასე ვთქვათ, პრობლემების შესახებ. ეს არის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფრასტრუქტურაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ამ ბოლო დროს, როგორც საქართველოში, ასევე ვთქვათ, რეგიონალურად. ჩვენ თუ გადავხედავთ სიტუაციას კავკასია და ცენტრალურ აზიაში და გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ამ ასე ვთქვათ ამოცანების შესრულებამ დაგვანახა, რომ ყოველ შემთხვევაში ამ კორიდორმა ქსელური ეფექტი ვერ შეიძინა, ანუ ვერ ჩამოყალიბდა ეს სრულყოფილ სატრანსპორტო სისტემაც იმისათვის, რომ ვთქვათ, კონკურენცია გაუწიოს სხვა კორიდორებს. მაშინ, როდესაც დღეს პრაქტიკულად ჩინეთის პორტებში მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი განვითარება მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურით მაინც, ასე ვთქვათ, პორტები ვერ ასწრებენ მოცულობების ისე გაფართოებას, რომ შეძლონ ეფექტურად, ასე ვთქვათ, ტვირთების გადამუშავება. ჩვენ თუ გადავხედავთ გემების, ასე ვთქვათ, გრაფიკის დაცულობის სტატისტიკას ევროპის პორტებში, ნახავთ, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, გემების შემოსვლის გრაფიკის დაცულობა უარესდება და არა, ასე ვთქვათ, უმჯობესდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის უმოკლესი გზა, ჩვენ ვახსენეთ, გეოგრაფიულად, ანუ პრაქტიკულად ეს არის ძალიან მიმზიდველი კორიდორი, მაგრამ კიდევ ერთხელ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, აუცილებელია ინტერმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობების ეფექტურად დაკავშირება ერთმანეთთან და ინფრასტრუქტურის გარდა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით გარკვეული ამოცანების გატარება, რაც, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებზე ტვირთების სწრაფ გატარებას. დიდი მადლობა, მე ბატონო ზურაბ თქვენთან გადმოვალ შეგიძლიათ, მაგრამ ანამდე წავიკითხავ მოზადებულ მასალას, სადაც ეს რაც თქვენ ბრძანეთ, უბრალოდ გავაერთიანებ ერთ კონტექსტში მოვაქცევ, ეს არის თქვათ არაუნიფიცირებული ტარიფები და სამართლებრივი ბაზა, ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე, ადამიანური რესურსების დაბალი კვალიფიკაცია, დარგის არაეფექტური მართვა სახელმწიფოს მიერ, რეზერვებისა და რესურსების არაეფექტური გამოყენება, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების არარსებობა. ეს არის იმ თქვათ მოკლე ჩამონათვალი ერთი ამ კონტექსტში. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მაინც იყო არასისტემური მიდგომა ქვეყნის როგორც ერთიანი სატრანსპორტო ლოგისტიკური ცენტრის ჰაბისად. თქვენი კომენტარები ალბათ უმჯობესი იქნება განვიხილოთ ესეთი კუთხით. მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური. აქ უნდა იყოს, ბატონ გოგა ახსენა, ინფრასტრუქტურაზე ბევრი იყოს საუბარი, ხო? მის განსვლაში. მაგრამ ამას თან უნდა ახდეს ის სამართლებრივი ბაზა, რომელიც სრულყოფს აი ესეთ გადაზიდვებს, საერთაშორისო გადაზიდვებს. ეხლა მე ექსპედიტორის ფუნქციიდან დავიწყებ ამ პრობლემის განხილვას. ეხლა ექსპედიტორი ფაქტობრივად არის გადაზიდვის ორგანიზატორი. ერთ-ერთ კონგრესზე სოფლიო ფედერაცია ეროვნული ასოციაციების ექსპერტო ეროვნული ასოციაციის სოფლიო ფედერაციაზე აი ესეთი ლოგო ქონდა კონფერენციას კონგრესს უკაცრავად, რომ ექსპედიტორი გადაზიდვების არქიტექტორი. ჩვენი ექსპედიტორები, ქართველი ექსპედიტორები, ხო, იყენებენ სხვადასხვა ტრანსპორტის სახეებს, დარგის სხვადასხვა დარგის ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებს და მათი ეფექტური მუშაობა უკვე მთლიანად სატრანსპორტო საექსპედიტორო მუშაობა არის დამოკიდებული მათ ეფექტურ მუშაობაზე. ანუ რა მინდა ვთქვა, როდესაც აი საერთაშორისო გადაზიდვა დაუშვათ ევროპიდან აზიაში, ვახორციელოთ აი მთლიან რაღაც შექმნილი არის ლოგისტიკური ჯაჭვი, ხო? აი არ უნდა მოხდეს
ხელოვნურად აი ამ ჯაჭვის წყვეტა. ეხლა რა მაქვს მხედველობაში ამ წყვეტაში რომ აი რა დავუშვათ მოდის მულტიმოდალური გადაზიდვას ვაცხოვრობთ ევროპიდან აზიაში და შემოვიდა ტვირთი ფოთის პორტში. აი ფოთის პორტიდან რომ გადაიტვირთოს საზღვაო ტრანსპორტით შემოსული ტვირთი უკვე რკინიგზის ტრანსპორტზე მაგალითად მათ შორის რაც შეიძლება მინიმალური დრო უნდა დაიხარჯოს აი ამ ოპერაციის ლოგისტიკური ოპერაციის შესრულებას. აქ ვახსენეთ უკვე ლოგისტიკური ოპერაცია, ხო? ლოგისტიკური ოპერაცია მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი ამ ლოგისტიკური ოპერაციის შესრულებას საფუძვლად უდევს ის სამართლებრივი ბაზა. აი არ უნდა მოხდეს წყვეტა ამ ლოგისტიკური რაც შეიძლება აი ჩვენ ვახსენეთ ბატონ გოგამ აღნიშნა რომ უმოკლესი მანძილი ხო ამ ტრასეკას პროექტები ბელჯიუმ საზოგადოებრივი მეცის ამ პროექტის შესახებ აი სწორედ ეს არის უმოკლესი მანძილი კი მაგალია მაგრამ უნდა იყოს ის სრულყოფილის წყვეტა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით აი დავუშვათ ჩვენ მაგალითზე რო თქვით პორტში ასევე სახელმწიფოებს შორის რომელიც აი ტრასეკას პროექტში არის ჩართული, ხო? ეს ერთ-ერთი ამ სრულყოფა უნდა მოხდეს, სრულყოფილი უნდა იყოს საკანონმდებლო ბაზა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აუცილებელია ჩვენი აი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის პროფესიონალების არსებობა. აი აქ თქვათ წარდგენაში ახსენეთ ლოგისტიკური ასოციაცია, ხო? იგივე ჩვენი ექსპერტთა ასოციაცია. მიმართული არის ჩვენი საქმიანობა, ჩვენი პროფესიონალური ჩვენი ესე იგი მოსამსახურეების სატრანსპორტო დარგში დასაქმებულების პროფესიონალური სწავლების ამაღლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახლა ეს ჩვენი ექსპედიტორები, საქართველოს ექსპედიტორები შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს დღეს საერთაშორისო დონეზე. იმ ექსპედიტორებთან შედარებით აი ჩართული არიან საერთო სხვადასხვა პროექტებში, სხვადასხვა პროგრამებში და საამაყოც არის ჩვენთვის, მაგრამ არის დიდი პოტენციალი ამ ეხლა ჩვენ მარტო თუ გამიხილავთ ეხლა სატრანსპორტო სტრუქტურას ამ ტრანსპორტთან იგივე ჩვენ სატრანსპორტო დერებას ამ დერებთან შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა დარგები იგივე ჩვენი ქვეყნის იგივე სოფლის მეურნეობა იგივე მცირე საწარმოები რომელმაც შეიძლება გადამომუშავებელი როლი აიღონ ქვეყანაში აი ამ ხრივ ესეც არ არის გათვლილი რომ თუ რა პოტენციალი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში რა სამრეწველო პოტენციალი იგივე სასოფლო სამეურნეო კუთხითაც რა პოტენციალი გვაქვს რომ მთლიანად აი ჩვენ ჩავერთოთ ამ ფართო ქსელში სატრანზიტო გაძარცვებაში მთლიანად ქვეყნის ერთახოლის ალბათ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მომზადებული იმისთვის რომ როცა განისაზღვრება და დაითვლება ერთხელ საბოლოოდ როცა დაითვლება ეს რაოდენობა იმპორტი ექსპორტი და ტრანზიტი სული რაოდენობით შეძლებს თუ არა ყოფნის თუ არა გამტარიანობა სისტემას მთლიანად სატრანსპორტო ლოგისტიკურ სისტემას ქვეყნისას ყველა თვალსაზრისით რომ აი სახელმწიფო ტვირთების გადამუშავება მოახდინოს. ბატონო ომარ თქვენთან გადმოვალ შეკითხვით თბილისში თქვენ ხართ იმ კომპანიის წარმომადგენელი და ერთ-ერთი პროფესორი რომელსაც ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეთ ამ მიმართულებით. საქართველოს როგორც ერთიანი სატრანსპორტო ლოგისტიკური კვანძი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით რა ადგილზე ვართ დღეს, რა პოზიტივი გვაქვს და რა მინუსები და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ხრივ, რათა გაიზარდოს მისი სატრანზიტო პოტენციალი. დიდი მადლობა მივესალმები სრულად საქართველოს ტელემაყურებლებს, აჭარას ყველას. მე ვიზიარებ ჩემი კოლეგების შეფასებებს არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენ სატრანსპორტო სისტემასთან დაკავშირებით გვაქვს. აქ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს უდაოდ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ ის ღმერთის მიერ ბოძებული სტრატეგიული გეოსტრატეგიული მდებარეობა და ის განსაკუთრებული ადგილი ამ ევროპა-აზიის სატრანსპორტო სისტემის ამ ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გვაძლევს ძალიან დიდ უპირატესობას, რომ შეგვექმნა მართლაც როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონ თენგიზ ერთიანი სატრანსპორტო ლოჯისტიკური ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის, ამან თავის შედეგი გვიჩვენა გახსოვთ გარკვეული ნაწილი ამ ლოჯისტიკური სისტემისა შექმნილი იყო და ჩვენ 2008 წელს ომის დროს ჩვენ ნახეთ რომ ეს რომ არა ბაქო-თბილისი ჭეიხანი, ბაქო-თბილისი ერზრუმის თუნდაც ეს საარკინიგზო და საავტომობილო და შემდეგ ეს დაინტერესება დასავლეთ ევროპის და ჩვენი მეგობრების მაშინ ჩვენ ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრებულიყო ყველაფერი ეს.
ამიტომ ამას აქვს არა მარტო ეკონომიკური წმინდა ეკონომიკური ფისკალური მნიშვნელობა, უდიდესი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია, თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ დაიწყო თითქოს კარგად დაახლოებით 15-18 წლის წინ ეს საკითხი ამ საკითხის გადაწყვეტა სწორად დაიწყო, რა თქმა უნდა, ევროპელი მეგობრების კარნახით გახსოვთ ტრასიკას სამთავრობო კომისიაც კი იყო შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, მაგრამ შემდგომ მან ვერ პოვა განვითარება. ვერ პოვა განვითარება რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, იმიტომ რომ არ არსებობდა ალბათ პოლიტიკური ნება და პოლიტიკური სწრაფვა ქვეყნისა განვითარებისაკენ და არ იყო რაც მთავარია და არ არის დღესაც არ გვაქვს სამწუხაროდ ქვეყნის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმა. აი ეს პრობლემა ამ პრობლემის გადაწყვეტა კი ვერც ერთიანი სატრანსპორტო სისტემის და ვერც ქვეყნის მდგრადი განვითარების პრობლემის გადაწყვეტა ამ ერთიანი დიდი გეგმისა და სტრატეგიის შემუშავების გარშე ცხადია შეუძლებელი იქნებოდა. თორე თავისთავად ბუნებრივად ნაკლები წინააღმდეგობის მიმართულებით მიდის ნებისმიერ ნაკადი სატრანსპორტო, სარკინიგზოც, საავტომობილოც, საზღვაოც და შემდეგ. მით უმეტეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით ტექნიკურმა ინტელიგენციამ და იმ ხალხმა, ვინც ამ პრობლემაზე მრავალი ათეული თუ ასეული ადამიანი მუშაობდა ამ პრობლემებზე, მათ ძალიან კარგად იცოდნენ ის ამ სისტემის როლის მნიშვნელობას და ჩვენ არაფერი დაგვიკლია თითქმის ამისთვის, მაგრამ ხას უსვამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის უსუსური მართლობის გამო და ბოლოს 9 წლის განმავლობაში კიდე დანაშაულებრივი ქმედებების გამო ცხადია ჩვენ არც ეკონომიკაზე ვიფიქრეთ, წარმოებული ეკონომიკაზე და არც სატრანსპორტო სისტემამ ვერაობა მხარი და ძალიან ბევრი ბარიერი გვაქვს დღეს ამ სისტემაში, როგორც სპორტებზე, ასევე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი აუშენებელი არ არის თანამედროვე დონეზე, ასევე სარკინიგზო, ბარიერული ბუნების სურამის უღელტეხილი, თბილისის კვანძი, თბილისი-ყარსის რკინიგზის და ასე შემდეგ. ისე რომ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, საგანგებოდა სპეციალურ განხილვას და გააზრებას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების კონტექსტში თქვენ სწორედ ბრძანეთ, იმიტომ რომ ის უნდა ემსახურებოდეს, ასახავდეს და ხელს უწყობდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მის ზრდას, ხალხის კეთილდღეობის მიღწევას. დიდი მადლობა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თითოეული ჩვენთაგანი რაღაც კონკრეტული პროგრამის ფარგლებში ან კრეატიული ჯგუფების შემადგენლობაში მუშაობდა ზოგადად საქართველოს როგორც ერთიანი სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის კონცეპტუალურ მიდგომებთან დაკავშირებით და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პირადად შეხვედრების დროს ამის თაობაზე. ზოგადად ბოლო მონაცემებს თუ ავიღებ, თუ არ ჩავთვლით 2009 წელს, როცა სერიოზული ჩავარდნა იყო ტვირთბრუნვის კლების თვალსაზრისით, დაახლოებით 50-დან 55 მილიონ ტონამდეა ჯამური ტვირთბრუნვა ქვეყანაში. მე ძალიან ბევრ ექსპერტს ვესაუბრე და დაუსვი ასეთი შეკითხვა, ვთქვათ, გამოუყენებელი რესურსების თვალსაზრისით, გამართული მენეჯმენტის და სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომის პირობებში. რა დროის განმავლობაში, ვთქვათ, მოკლევადიანი 2015 წლამდე და საშუალოვადიანი 2020 წლამდე შევძლებთ თუ არა ჩვენ დაახლოებით გავაორმაგოთ მაინც ეს პარამეტრი, რა რესურსი გაგვაჩნია, ვთქვათ, თუ შეგიძლიათ თუ შეიძლება ამაზე ორიოდე სიტყვა რო ვთქვათ. აი, რამდენიმე დღის წინ ჩაატარა საქართველოს რკინიგზამ თავისი განვითარების პრეზენტაცია, წარმოადგინა პირველი კვარტალის შედეგები და იქ ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო მოხსენება გააკეთა ახალმა ხელმძღვანელმა ბატონმა მამუკა ლახტაძემ. იქ უკვე დეტალურად არის გაწერილი თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამ მიმართულებით. აი თქვენ რაც ბრძანეთ პარლამენტის. ანუ იქ არის როგორც ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, იგივე სავაგონო შემადგენლობის სრულყოფა, მოძრავი შემადგენლობა. მოძრავი შემადგენლობაზე საუბარი. ანუ იქ დეტალურად არის ძალიან საინტერესო მოხსენება იყო მის მიერ გაკეთებული და იქ აი თითქმის კვარტალ არის გათვლილი ეს საკითხები. და ეს სწორედ ახლა ისე ექსპედიტორის პოზიციიდან, როდესაც ექსპედიტორმა იცის რა განვითარება აქვს,
დერეფანში, ჩვენ სატრანსპორტო დერეფანში ამა თუ ტრანსპორტის დარს, ეს თვითონ მის მუშაობასაც ხელს უწყობს იმ ხრივ, რომ ის აკეთებს პროგნოზს მომავალში, რა მიმართულებით გვექნება აღნიშნული ტვირთების გადაზიდვა. ეხლა რაშია ექსპედიტორი მაინც არის როგორც მომსახურე რგოლი ტვირთების გადაზიდვა. ანუ იმპორტიორზე და ექსპორტიორზე ბევრი არის დამოკიდებული. აი ამ ხრივ კარგი იქნებოდა საერთოდ აი ჩვენ ვისაუბრია ბევრჯერ ამის თაობაზე, რომ გაკეთებული იყო რა პროგნოზი აქვს თლიანად რეგიონში ჩვენ ქვეყანაში, ანუ კავკასიის მაგალითზე. იგივე შუა აზიის რესპუბლიკებთან მიმართებაში თლიანად აი ტრანსეკას ქვეყნების სივრცეში თუ რა პერსპექტივა ექნება მას უახლოეს 20-30 წლის განმავლობაში. რომ სწორედ ეხლა კარგი ეფექტური მუშაობა ექსპედიტორის რომ მოიზიდოს სხვადასხვა ტვირთნაკი მოგეხსენებათ რომ ძალიან კონკურენტ გარემოში გვიწევს მუშაობა როგორც ჩრდილოეთი მარშრუტიდან იგივე სამხრეთ მარშრუტიდან ხო აქ წლობით მუშაობს ჩვენი ექსპედიტორები რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი ტვირთნაკადები გადმოვთონ ჩვენ დერეფანში ეხლა მოგეხსენებათ ერთმა კონტეინერმა რომ გაიაროს ჩვენ დერეფანში რამდენი ასე ვთქვათ ოჯახია ჩამოკიდებული ამ და რამდენი სოციალური პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება ამით გაკეთდეს, ხო? ხშირად აკეთებს ჩვენი ექსპედიტორები, გვაქვს ამის დიდი პრაქტიკა, რომ აი წლობით ხდება ხოლმე მუშაობა იმპორტიორებთან ის ექსპორტი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, უფრო არა მარტო კავკასიის რეგიონი, იგივე შუა აზიის რესპუბლიკებიდან, ხო? რომ აი ეს ტვირთნაკადი იყოს გადმორთული ჩვენთან. ამას უნდა აი სწორედ ეს პროგნოზი თუ რა მიმართულებით მიდის ესა თუ ის დარგი. აი რკინიგზამ უკვე გამოაქვეყნა ეს ძალიან ამოწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და იგივე ექსპედიტორები რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას გამოიყენებენ და აი ანალოგიური კავშირი უნდა იყოს როგორც რეგიონში მთლიანად ამ კავკასიის ქვეყნებს გულისხმობ ასევე შუა აზიის რესპუბლიკებთან მიმართებაში. Ალბათ ეხლა თქვენ ისეთ თემას შეეხეთ ზუსტად ერგება მეორე რგოლი რომელიც ბატონო მართან გადავიღეთ და თუ შეიძლება გავუშვათ და ნახავთ იქ და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი ამ თემაზე. ევროპა, კავკასია, აზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს, უმნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს კავკასიის სატრანსპორტო ერთიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კასპიის ზღვაზე არსებულ პორტებს და აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებს პრაქტიკულად პარალელურად შავ ზღვამდე და შავი ზღვიდან როგორც მოგახსენეთ შემდეგ თურქეთის გავლით ან რუმინეთის, ბულგარეთისა და პორტების გავლით აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპისაკენ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ეს ამ ქვეყნების განვითარებისათვის როგორც აზერბაიჯანის, საქართველოს, ასევე სომხეთის ცხადია უმნიშვნელოვანესია ამ სისტემის როლი და მნიშვნელობა. ერთიანი სისტემის როლი და მნიშვნელობა იმ გაგებით, რომ მის შესაბამისი პორტები, შესაბამისი საავტომობილო სარკინიგზო ხაზები, საავიაციო აეროდრომები და ასე შემდეგ მთლიანობაში აი აქ ევროპა-აზიის ეკონომიკისა და თვითონ ადგილობრივი საქართველო-აზერბაიჯანის აი ამ მთელ ეკონომიკას არა მარტო ადგილობრივ, არამედ მთლიან ევროპულს ემსახურებოდეს და ეს ერთგვარ დიდ ლოჯისტიკურ სისტემას წარმოადგენს აი ამ ერთიან სისტემაში. საუბარია ორ კასპიისა და შავ ზღვას შორის ერთიან სივრცეზე კავკასიაზე, რომელიც სწორედ არის გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი, თუმცა გავაგზავნეთ თქვენ თემას, ბატონო ზურაბ, უმოკლესი მანძილი ყოველთვის არნიშნავს ცხადია უმოკლეს დროს. ბატონო გოგა, თქვენ გქონდათ თვითონ ვთქვათ ინფრასტრუქტურული პროექტი, ლოგისტიკური ცენტრი, ცხადია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა ერთი, მეორე ვთქვათ ყარსის მიმართულების ამუშავება, სავარაუდოდ მიდის საუბარი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებას და შემდეგ ალბათ უფრო ბატონი ომარი ლაპარაკის
იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი იდეის ავტორი თავის დროზე აი მემართულებისა. პლუს ჩვენთვის ნობილია რომ ბაქოში შედება ახალი პორტი, რომელიც უკვე 2015 წელს დაახლოებით 5-7 მილიონი დამატებით ტვირთის გატარება შეუძლია, ხოლო შემდგომში 2020 წლის 15 მილიონი ტონა დამატებით ტვირთის გატანა, მაგრამ თვითონ ის ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ლოგისტიკური უშუალო ცენტრები, რომლის ერთ-ერთი პროექტის ავტორი თქვენ ბრძანდებით, რა სიმძლავრის ცენტრები იქნება დაახლოებით საჭირო იმისთვის, რომ მთლიანად აი კავკასიის რეგიონის მასშტაბით უზრუნველყოს საერთო მოზიდული ტვირთების გადამუშავება. მოგახსენებთ, მე მინდა მოკლედ აღნიშნო ძალიან საერთოდ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა. დღეს თანამედროვე, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო ბიზნესში, ასე ვთქვათ, მხოლოდ ტრანსპორტირება, ანუ A წერტილიდან B წერტილამდე, ასე ვთქვათ, ტვირთის ტრანსპორტირება დაახლოებით, ასე ვთქვათ, მთლიანი ფასწარმოქმნის 40%-ს შეადგენს. 60% ეს არის ზუსტად ის სერვისები, ის დამატებითი სერვისები, ლოგისტიკური სერვისები, რომელიც ტვირთის გადაზიდვას რეალურად თანსდევს. დღეს ახლა ჩვენ, ასე ვთქვათ, თუ შევხედავთ გლობალურ ეკონომიკაში რა ხდება, სხვათა შორის მე ვკითხულობდი ძალიან საინტერესო სტატია იყო კომპანია Mercedes-ის შესახებ, იყო ასე ვთქვათ განხილული, რომ მან კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით საკმაოდ უკან დაიწია BMW-სთან და Audi-თან მიმართებაში და რატომ? ამ ორ კომპანიას ძირითადი მათი წარმოებები აქვს ასე ვთქვათ ლათინო ამერიკაში, აზიის ქვეყნებში, სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც რა თქმა უნდა იაფია მუშახელი, შედარებით განვითარებულია ინფრასტრუქტურა და იყო სხვათა შორის კომპანიის ხელმძღვანელის ინტერვიუ და მან ერთ-ერთ ასე ვთქვათ საჩვენებელ ქარხანას ახსენა ახალი აშენებული ქარხანა პოლონეთში და მან ასე ვთქვათ პროგნოზირება გააკეთა იმისა, რომ სადღაც 10 წელიწადში შეიძლება Mercedes პრაქტიკულად არ დარჩეს წარმოება გერმანიაში. მე ამით რისი თქვა მინდა, საავტომობილო ბიზნესში დაახლოებით 80% ფასწარმოქმნის, ანუ მიწოდების ჯაჭვის პრაქტიკულად წარმოებს არა ვთქვათ თვითონ წარმოებლების მიმართ, ანუ ამ შემთხვევაში Mercedes-ის შემთხვევაში არა Mercedes-ის მიერ, არამედ მათი მომწოდებლებისა და მათი პარტნიორი კომპანიების მიერ, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან განლაგებული. ელექტროტექნიკის ბიზნესში ეს შეადგენს დაახლოებით 90%-ს. ანუ რეალურად დივერსიფიცირებულია წარმოება გლობალური ეკონომიკის პირობებში და ნებისმიერ ადგილმდებარეობას აქვს შანსი რეალურად ჩაერთოს ამ მიწოდების ჯაჭვში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს. პირველი, ეს არის რა თქმა უნდა, ეკონომიკური სტაბილურობა, მშვიდობა თავისთავად. მეორე, ეს არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, მესამე, ეს არის ჩამოყალიბებული და დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა და მეოთხე, ეს არის რა თქმა უნდა, მუშახელი. ჩვენ თუ ლაპარაკობთ საქართველოზე, საქართველოს გეოგრაფიულად სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, მართლაც ფანტასტიკური ადგილმდებარეობა, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს მას პრაქტიკულად განვითარდეს ესეთ ლოგისტიკურ, ასე ვთქვათ, თქვენ ბრძანეთ ლოგისტიკურ და სავაჭრო ჰაბად, მოიზიდოს ესეთი კომპანიები, მოიზიდოს ის კომპანიები, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, ჩართულნი ამ მიწოდების ჯაჭვში და განავითაროს წარმოებები, მაგრამ ის ფაქტორები, რაც შეეხება, ვთქვათ, ინფრასტრუქტურას, რაც შეეხება დახვეწილ საკანონმდებლო ბაზას, ასევე სტაბილურობას და პლუს ამას კიდე მუშახელს, ჩვენ პრაქტიკულად ამ ნაწილში ვერანაირად ვერ ვართ კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება ახლა ლოგისტიკურ ცენტრს, ლოგისტიკური ცენტრი ეს არ არის მარტო ვთქვათ ინფრასტრუქტურული დანიშნულების, ასე ვთქვათ, ობიექტი, სადაც ხდება მხოლოდ ვთქვათ სასაწყობო ოპერაციების ან რაღაც მარტივი დამატებითი ოპერაციების წარმოება, დღეს თანამედროვე ლოგისტიკურ ცენტრებში ინტეგრირებულია ასევე წარმოების პროცესები. იგივე მაგალითად კარგი მაგალითია საავტომობილო ინდუსტრიაში, როდესაც ვთქვათ ავტომწარმოებლებს თვითონ ლოგისტიკური კომპანიები ასე ვთქვათ ეხმარებიან იმაში, რომ გარკვეული კომპონენტები ვთქვათ მოდულების სახით დააწყონ და 40 წუთით ადრე მიაწოდონ მათ ასე ვთქვათ წარმოების პროცესის დაწყებამდე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ასე ვთქვათ სახის ობიექტების განვითარება, იმიტომ რომ ეს გარდა იმისა, რომ თვითონ ტრანსპორტის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, ასევე სხვა წარმოებებისა და სხვა ახალი წარმოებების განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ
დღეს გვაქვს თბილისში ორი პროექტი, ერთი დასავლეთ შემოსასვლელში, პრაქტიკულად თბილისის მეორე აღმოსავლეთ მხარეს. აღმოსავლეთ მხარეს ეს არის საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრის პროექტი, რომელიც არის უფრო საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის. მეორე არის უფრო ლოკალური მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, ორიენტირებული სიტი ლოგისტიკაზე. ორივე ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ოდესმე, ასე ვთქვათ, განვაცხადეთ პრეზენციას და ასე ვთქვათ, ვიფიქრებთ იმაზე, რომ ასრულდეს ჩვენი ოცნება და საქართველოს მართლაც გახდეს ასე ვთქვათ, ლოგისტიკური ჰაბი ან დაიწყოს აქეთკენ მოძრაობა, ჩვენ აუცილებლად უნდა განვავითაროთ ამ სახის ინფრასტრუქტურა, ვინაიდან დღეს მოგიხსენებათ, ასე ვთქვათ, გერმანელებს აქვს ძალიან კარგი გამოთქმა ამისი. იაფად წარმოებული ლოგისტიკა საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენთან პრაქტიკულად თუ გადავხედავთ დღეს ინფრასტრუქტურის ასე ვთქვათ, მდგომარეობას, აი თუნდაც ვთქვათ, სასაწყობო მეურნეობის თვალსაზრისით, მე არაოფიციალური სტატისტიკით ვიცი, რომ დაახლოებით საქართველოში, ასე ვთქვათ, მოწეული პრაქტიკულად ხილისა და ბოსტნეულის 50% თქვენ წარმოიდგინეთ ხტება, იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეს ერთი და არ არსებობს ასევე ვთქვათ ის სატრანსპორტო გადაწყვეტილებები, ტექნოლოგიები, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფად ამ წვირთის, ასე ვთქვათ, მიწოდებას დასავლეთ ბაზრებზე. ხო, ეს მართლაც კატასტროფაა, მაშინ როდესაც დღეს ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი პროდუქტის ნაკლებობაა საერთაშორისო ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს, რა თქმა უნდა, დიდ ბიუჯეტიან, მაღალ ბიუჯეტიან პროექტებს წარმოადგენენ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფოს დაინტერესდება ამ კუთხით, მოგეხსენებათ, რომ ასე ვთქვათ, პირველი ქვეყანა, ვინც დაიწყო ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ეს იყო გერმანია 80-იან წლებში და პრაქტიკულად დასაწყისში არც ერთი პროექტი ლოგისტიკური ცენტრისა არ დაწყებულა და არ დამთავრებულა სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, აქტიური მონაწილეობის გარეშე, როგორც ფინანსური, ასევე ვთქვათ, საკანონმდებლობის დახვეწის კუთხით და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პროექტები ძალიან საინტერესოა, მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო მულტინაციონალურ კომპანიებიც აცხადებენ ძალიან დიდ ინტერესს ამ პროექტების შესახებ, მაგრამ იცით რა, ჩვენ როცა გქონდა მათთან შეხვედრა, ჩვენ მივიღეთ ესეთი შეკითხვა, რომ როგორია სახელმწიფოს ხედვა ამ კუთხით, იმიტომ რომ ლოგისტიკური ცენტრის ბიზნესი და ვთქვათ თვითონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, ოპერირების ბიზნესი, ეს არის გრძელვადიანი ბიზნესი. როდესაც კომპანია მით უმეტეს მულტინაციონალური წვითავს, რომ ვთქვათ, შევიდეს ამ ბიზნესში, რა თქმა უნდა, მას აინტერესებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხედვა. ვინაიდან ჩვენ თქვენ სხვათა შორის ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ გადაცემის დასაწყისში, რომ პრაქტიკულად არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა თუ ხედვა სახელმწიფოს ამ კუთხით, მაშინ ასე ვთქვათ, უცხოელი ინვესტორი ან ოპერატორი ფიქრობს შემდეგ რაღაცას, რომ თუ არ არსებობს ხედვა, მაშინ ეს დარგი არ არის საერთოდ პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის. თუმცა გამოაცხადა ეკონომიკის მინისტრმა სამი პრიორიტეტი: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ტურიზმი, ეს იქნება ვთქვათ ეს ასე ვთქვათ, დეკლარირებულია უკვე, შესაბამისად ალბათ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ახლო მომავალში უნდა ველოდოთ და წინამთავრობის დადგენილებაში იყო ხაზგასმული ლოგისტიკური ცენტრების შექმნა და განვითარება. კი, მართალია, მაგრამ წინამთავრობას ამ 10 პუნქტიან შეთანხმებას ნახავთ უძახოდა სტრატეგიას და თითოეული თქვენთაგანი, მათ შორის მეც და აღარ საუბრობ ბატონობაზე, იმდენ სტრატეგიაზე გვაქვს ნამუშევარი, ვიცით რომ ეს არის ძალიან დიდი მოცულობითი დოკუმენტი, სადაც თავიდან ბოლომდეა გაწერილი რა ფინანსები, რა კონკრეტული პროექტებია, საიდან მოდის ეს დაფინანსების წყარო რა არის და ანუ ყველათაც თავისი მიმართულება გააჩნია. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც შეუძლია თქვათ სამკაც დაწეროს. კონცეფცია კი ბატონო შეიგრებება ჯგუფი და ჩამოაყალიბებს თქვათ 12 ფურცლიან ხედვას, მაგრამ ამ კონცეფციას მოსდევს ზუსტად შემდეგ ის სტრატეგიული ხედვა, რაზეც ბატონმა გოგამი საუბრა. თუ დაასრულებს და შემდეგ თბილისში გადავალ შეკითხვით. მე გეთანხმებით აბსოლუტურად, მე ასე ვთქვათ, მოხარული ვარ თუ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მე გეტყვით, ასე ვთქვათ, პირდაპირ, დღეს ისეთი ქვეყანა, როგორც არის გერმანია, დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს, რაც არის 850 მილიარდ ევროზე მეტი, წარმოადგენს დღეს ლოგისტიკა და ტრანსპორტი.
ასევე ისეთი ქვეყნები, რომელსაც გააჩნიათ პრაქტიკულად გეოსტრატეგიულად საინტერესო ადგილმდებარეობა, ყველგან ისეთი სფერო, როგორც არის ლოგისტიკა, არის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი ბუდიში გაწყვეტეთ, მე მაყურებლისთვის მინდა განმარტება გავაკეთო, ხშირ შემთხვევაში, აი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ლოგისტიკაზე, აბამენ ორ ძირითად მომენტს, ეს არის სატრანსპორტო საექსპედიტორო საქმიანობა ან მარაგების მართვა. და მე ხშირად ვუხსნი ამ ხალხს, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ტრანსპორტი და თქვათ სასაზღვრო მეურნეობა, ტერმინალი და ლოგისტიკური ცენტრი, ეს არის ინფრასტრუქტურა, ერთი ემსახურება მატერიალური ნაკადებს, ხოლო მეორე ემსახურება მარაგებს, იმიტომ რომ მატერიალური ნაკადი რაღაც დროში აუცილებლად ხდება მარაგი. აი ეს ამ თქვათ საკმაოდ დიდ შეცდომას უშვებენ მიდგომის თვალსაზრისით. აი ეს მიდგომაც უნდა გასწორდეს ალბათ. თვითონ დეფინიცია იყო უჯობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. მაშინ მე ასე ვთქვათ, ვეცდები რომ ძალიან ისე მარტივად თავსნა, ბატონ ზურა მე განავრცობს ამას ალბათ ლოგისტიკა ეს არის ყველა იმ პროცესების დაგეგმა და მართვა, რომელიც პრაქტიკულად იწყება ვთქვათ კომპანიაში ნედლეული შეძენით, შემდეგ ნახევარ ფაბრიკატისა თუ მზა პროდუქციის წარმოებით და ყველა იმ პროცესებით, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს შემდეგ მზა პროდუქციის მიტანა საბოლოო მომხმარებლამდე. აქ ტრანსპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს, რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა ტრანსპორტისა, აქ არის შესყიდვების მენეჯმენტი, აქ არის სწორებძანეთ მარაგების მენეჯმენტი, სადისტრიბუციო ოპერირების დაგეგმარება, ინფორმაციული ნაკადის მენეჯმენტი და დღეს ხდება უკვე ფინანსური, ასე ვთქვათ, ნაკადი ძალიან ესეთი აქტიური სფერო ლოგისტიკისა, მაშინ როდესაც აი დღეს სხვა შორის მე ვკითხულობდი ამას წინათ, რომ დიდი ლოგისტიკური კომპანიები უკვე ასე ვთქვათ ვაჭრობის დაფინანსებასაც კი აკეთებენ თავიანთი კლიენტების, ასე ვთქვათ, კლიენტების მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, ასე ვთქვათ, ძალიან მოკლედ ლოგისტიკური ცენტრებისა და სტრატეგიის თემა, სხვა შორის მე ამ ბოლო დროს გადავხედე სხვადასხვა ქვეყნების სტრატეგიებს, მე გავაკეთებ შედარებას, ვთქვათ, განვითარებად ქვეყნებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ავღანეთსაც კი გააჩნია ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული გეგმა და ცალკე გააჩნია რკინიგზის განვითარების სტრატეგიული გეგმა. და დღეს თანამედროვე სტრატეგიული გეგმა ეს არ არის რაღაცა ვთქვათ ბროშურის სახით ჩამოყალიბებული პოლიტიკა, მას მოსდევს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების ნუსხა, რომელიც რეალურად საფუძვლად უდევს ზუსტად იმ სტრატეგიას, რომელსაც მისდევს სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მე მინდა რომ განვაცხადო, ჩვენ თუ კიდევ ერთხელ გვინდა რომ ასე ვთქვათ განვავითაროთ საქართველოს პოტენციალი როგორც ლოგისტიკური ჰაბი და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ დღეს უკვე კონკურენცია მიდის არამედ თუ ქვეყნებს შორის, არამედ კორიდორებს შორის და სხვა კორიდორებს ნამდვილად არ ზინავთ, ისინი აქტიურად მუშაობენ ამაზე, ამიტომ ჩვენ მართლაც ძალიან უნდა ვიჩქაროთ. და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. და ამ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს აუცილებლად უნდა დაუდგეს უკან სახელმწიფო გარანტად და მისთვის ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო, ვინაიდან მე პირადად ხედავ პოტენციალს, რომ დღეს თუ არის თქვა ტრანსპორტი და ლოგისტიკა 12% მთლიანი შიდა პროდუქტიდან, თუ ჩვენ შევასრულებთ ამოცანებს და სწორად წარმართავთ ამ პროექტებს და მენეჯმენტს, ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ დაახლოებით თქვა 5 წელიწადში 20%-მდე გავზარდოთ, ასე ვთქვათ, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წილი მთლიანი შიდა პროდუქტიდან, რომელიც ასე ვთქვათ მზარდი პოტენციალი იქნება მომავლისთვის. დიდი მადლობა თბილისში გადავალ ისევ თბილისის სტუდიაში შეკითხვით ბატონო ომარ, თქვენი ვაჟი ბატონი ივერი ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო მიმართულების ჯგუფს საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებაში, რომელსაც შეიმუშავა ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ასპექტები, კონცეპტუალური ასპექტები. მე გახდით ამ ჯგუფის წევრი, საკმაოდ სერიოზული კვლევები ჩავატარეთ ჩვენ მაშინ. მე უბრალოდ ორ მაგალითს მოვიყვანთ, ჩვენ გავაანალიზეთ ორი ტიპის, ესე ვთქვათ, ორი ტიპის ძირითადი ტვირთი, ერთი ეს გახდათ ნავთობპროდუქტები და მეორე კონტეინერები და ფანტასტიკური შედეგი მივიღეთ, ალბათ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ბატონებო. ანუ ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებიდან მოძრავი ნაკადები აღმოსავლეთ ევროპამდე. ანუ
ჩინეთი ამოვაგდეთ და იქით შემდეგ თქვათ შორეული აღმოსავლეთი და აქეთ დასავლეთ ევროპა. ანუ ნავთობპროდუქტების საერთო რაოდენობის მთელი ანუ ამ ასე ვთქვათ მოკლე მონაკვეთზე ევრაზიული სატრანსპორტო კორიდორისა 0.3%-ზე შეგვიძლია განვაცხადოთ მხოლოდ პრეტენზია და კონტეინერების გადაიზრდებში 0.2%-ზე. ანუ მთელი 100%-დან კიდევ ერთხელ ამბობ, ჩინური ტვირთები აქ ჩინეთი მთლიანად ამოგდებულია და საერთო ჯამში ჩვენ ეს დავთვალეთ დაახლოებით 120 მილიონ ტონას. ასე რომ აი ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც ბატონმა გოგამ ისაუბრა, ეხლა თვითონ არის ავტორი რამოდენიმე ასეთი პროექტისა, მე მაქვს ეს ნანახი, პლუს ამას ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც თქვენ გიმუშავიათ და პლუს თქვათ მასშტაბით ტრასეკას პროექტები, თქვა იგივე თუნდაც ლოგისტიკური ცენტრის, რომელიც აეროპორტთან უნდა გაკეთებული იყო, მეორე პროექტი ბაქო, თბილისი-ბაქოს ბლოკმატარებლები, არც ერთი ეს პროექტი არ განხორციელებულა. და გარდა ამისა, თუ შეიძლება კიდევ თქვენი ხედვა გვაინტერესებს აი ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, განსაკუთრებით ლოგისტიკურ ცენტრებთან დაკავშირებით და კიდევ დამატებით თუ შეიძლება აი ერთიანი კავკასიური, თქვათ, სატრანსპორტო კვანძის ფარგლებში ჩრდილო-სამხრეთის მარშრუტის მნიშვნელობა, რომლის იდეის ავტორი თქვენ გზავდებოდით. კი ბატონო, კეთილი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, სწორად ბრძანა ბატონმა კობამ, ძალიან უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ ცალკე აღებული, მაგალითად, რკინიგზის განვითარების სტრატეგია, ცალკე აღებული საავტომობილო მაგისტრალების განვითარების სტრატეგია, ცალკე საუბარი ინფრასტრუქტურაზე, ლოჯისტიკურ ცენტრზე, თუნდაც საქართველოს მასშტაბით, ეს ცხადია ვერ მიგვიყვანა და ვერ მიგვიყვან შედეგამდე. ჩვენთვის ახლა ცენტრალური საკითხი, ცენტრალური ამოცანაა, აი თუნდაც აგერ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცხადებული ისაც კი უჩვენებს იმას, რომ თქვათ ენერგეტიკა, ტრანსპორტი და აგერ ტურიზმი კვლავ მესამე ადგილზე. მცდარია მიდგომა, არასწორია შეფასებები, არასწორად არის გააზრებული ქვეყნის განვითარების მომავალი, არასწორია მთლიანი შიდა პროდუქტის დის განვითარების შესაძლებლობების შეფასება. ანუ ჩვენ მივდივართ უმთავრესი უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენ როგორი ქვეყანა 15 წელიწადში, 25 წელიწადში რაზე ვართ ორიენტირებული, რა სახის წარმოებულ ეკონომიკას ვავითარებთ. თავი დავანებოთ ჯერ გარედან შემოსულ ტვირთებს, ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან თუ იაპონიიდან. ამიტომ ერთნაირად ჩვენ პრობლემატური გაგვეხდა არა მარტო თვითონ სისტემის, სატრანსპორტო სისტემის ამ ბარიერული უბნების გადალახვა, რაზეც მე მოგახსენებთ, რომ თავისუფლად შეეძლოს 120-150 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს, დღეს ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ ეს არ გაკეთდა, ამაზე ვლაპარაკობდი მე, რომ დღეს თავისუფლად უნდა ატარებდეს ჩვენი პორტები, ჩვენი აი ეს ბარიერული უბნები, სურამის უღელტეხილი, თქვა თბილისის კვანძი და ასე შემდეგ, თავისუფლად უნდა ატარებდეს 120-150 მილიონ ტონა ტვირთს. თუ გავითვალისწინებთ იმ ხარჯებს, რაც გაწეულია, რაც დახარჯულია, რაც ჩვენ ვისესხეთ, რაც გაიფლანგა უაზროდ და იხარჯა არა სისტემურად, მაგრამ კიდევ უფრო დიდი შეცდომა გვექნება თუ სწორად არ გავიაზრებთ და დროულად არ წარმოვიდგენთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, ეკონომიკური დარგების პრიორიტეტებს. აქ ძალიან ბევრი რამე გვაქვს, ძალიან დიდი რესურსი გვაქვს. ჩვენ სამწუხაროდ გაუცნობიერებელია, გეოგრაფიაც კი არ იცოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლება საქართველოს. არც მის სიმდიდრეს არ ცნობდნენ. აი, კი ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო სწორად სვამს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობებს, თქვა 12-დან 20%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტში ტრანსპორტის წილს, ენერგეტიკის განსაკუთრებით, მაგრამ განსაკუთრებით დიდია სხვა დარგებიც, რომელიც მიჩუმათებულია და არავინ არ იცის, რომ ეს რესურსი გვაქვს. ეს არის სამთამადნო მრეწველობა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული წიაღისეული საბადოები, მაგრამ არის ბარიერები, არის როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ცოდნისა და მიდგომების კუთხით და შემდეგ გვაქვს ძალიან სერიოზული წყლის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა, გვაქვს სამშენებლო მასალების ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა, ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა და შემდეგ. აქ რომ არც კი ვიცი მე ტურიზმი რომელ ადგილს დაიკავებს, ან კი არის საჭირო კი ასეთი ძალიან დიდი აქცენტების გადატანა მომსახურეერად ქცევის კუთხით.
ჩვენ ხომ შემოქმედი ერის პრეტენზია გვაქვს, ჩვენ ხომ წარმოებელი ერის პრეტენზია გვაქვს. აი მე აქედან უყურებ, ხოლო ამ შემთხვევაში ერთიანად უნდა ერთიან სისტემაში ქვეყნის განვითარების სტრატეგია უნდა როგორმე უნდა შევთანხმდეთ მთელი ჩვენი ინტელიგენცია, რომთეგის თქვენ სწორად ბრძანეთ ცალკეული სამკაციანი, ხუთკაციანი ჯგუფები, ზოგჯერ გინდათ 20კაციანი ინსტიტუტებიც კი მუშაობენ, მაგრამ მთლიანობაში შესაკვირველია ეს პრობლემები. ერთიან კონტექსტშია დასანახი ჩვენი სწრაფისკენ, ჩვენი ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილების მიზნით, რანი უნდა ვიყოთ, სად უნდა მივიდეთ, როგორი საზოგადოება უნდა ავაშენოთ. ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი. დღეს არსებობს პოლიტიკური ნება. ამ პოლიტიკური ნების გამოყენება და არის შესაძლებლობა ჩვენი რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს ინტელექტუალურიც, მატერიალურიც და ბუნებრივიც, რომ ჩვენ სერიოზული ძრა მოვახდინოთ და ერთგვარი ზავისებური ზრდა მოხდეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის. მაგრამ ამას უნდა ძალიან კარგად გააზრებული არა კონცეფციის, არამედ სერიოზული დასაბუთება, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მთლიანად მთელი ჩვენი ეკონომიკის, მისი შემადგენელი ყველა კომპონენტით, ყველა დარგით, უპირველეს ყოვლისა სატრანსპორტო სისტემით, უპირველეს ყოვლისა მწარმოებული ეკონომიკის დარგების, ენერგეტიკის, სამთომოპოვებელი მრეწველობის, წყლის ინდუსტრიის, სამშენებლო მასალების და ასე შემდეგ, აგრარული ინდუსტრიის, რომელიც ახლა იწყება მხოლოდ. მაშინ შევძლებ ჩვენ რა სიმძლავრეზე უნდა გავიდეთ, პორტები რას შეძლებენ, რას ვერ შეძლებენ, ბარიერულები როგორ უნდა გადავაკეთოთ, რა პროექტები უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ეს ჩვენი რეალურად სატრანსპორტო სისტემა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. აი ასე მესახება მხოლოდ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის მომავლის განვითარებაში სატრანსპორტო სისტემის ადგილი. ცხადია ლოჯისტიკური, არ მარტო სატრანსპორტო, ჩვენ ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხითაც, ასევე ლოჯისტიკური ცენტრის პრეტენზია უნდა გქონდეს და ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობისა და უსაფრთხოებისათვის ესეც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როგორც თურქეთის, ისე რუსეთის, ისე აზერბაიჯანის და ამ შემდეგ ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნების ამ სისტემებთან ჩართვისა და აი ამ ენერგეტიკული საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევის მიზნით. ასე რომ ბევრი პრობლემაა, მაგრამ უნდა ბოლოს და ბოლოს შევძლოთ მოახერხოთ ინტეგრირება ჩვენ ინტელექტუალური ძალებისა, რომ ყველა ეს პროექტი ცალკე აღებული ერთ მთლიანობად ვაქციოთ გამართულ სისტემად, გამართულ სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პროგრამად. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო მარ, მე გავაგზავნე კარგად. კიდევ თქვენ შემეკითხეთ აგრეთვე ბოდის მოვითხო. ჩრდილო-სამხრეთის აგრეთვე ჩრდილო-სამხრეთის ცხადი ეს გარდაუვალია. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის დღემდე ვაშინებთ ამ კუთხით, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურია და გარდაუვალია ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით ჩვენი სატრანსპორტო სისტემის განვითარების. იმიტომ რომ ეს საშუალებას მოგცემს ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი ეკონომიკის პროდუქცია, მეწყლის ინდუსტრიაზე ვლაპარაკობ და ბევრი სხვა რამ, სამთამადო მრეწველობა, ბევრი სხვა რამ, სამშენებლო მასალები და ასე შემდეგ, ჩვენ სერიოზული შესაძლებლობები შეგვექმნება ექსპორტისათვის. ეს 10-15 წლის შემდეგ ამას აუცილებლად შეძლებს ქვეყანა თუ კი სწორად იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ცხადია დასაწყებია საუბარი ამ თემაზე უკვე, იმის რომ განახდეს ეს პროექტი, დავიწყოთ ფიქრი ამ პროექტის, ნორმალური პროექტის გაკეთებაზე, ჩრდილო-სამხრეთის რკინიგზის პროექტისა, რომელიც ორგანულად გაგრძელდება თბილისი-ყარსის, თუმცა არც თუ კარგად გაკეთებული დღეს არსებული პროექტით, მაგრამ ყველაფრის შველა შეიძლება, ყველაფრის გააზრება შეიძლება და ყველაფრის გადაკეთება რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ დღემდე უპროექტოდ და უაზროდ ბევრი რამ კეთდებოდა და თქვენ ეს კარგად ყველას კარგად მოეხსენება ამ ვოლუნტარიზმის პირობებში, როცა აბსოლუტურად უტიფრობა და აი ესეთი ბრძანებლური ავტორიტარული კილოს ჭარბობდა ქვეყანაში ნაცვლად გააზრებისა და გონიერების. დიდი მადლობა ბატონო მარ, მე მაშინ თხოვ რეჟისორს გაუშვას მესამე რგოლი, სადაც უშუალოდ საქართველოს თქვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს ბატონი მორე და შემდეგ ისევ გავაგზავნოთ საუბარი. ჩვენ უყურებთ ახლა საქართველოს ერთიან სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მოიცავს რკინიგზებს, პარალელურად საავტომობილო მაგისტრალებს, მოიცავს პორტებს,
აეროპორტებს აზიიდან მომავალი ტვირთები გამოივლის შუა ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ აზიიდან, კერძოდ იაპონიიდან, ყაზახეთს კასპიის ზღვის გადმოკვეთის შემდეგ აზერბაიჯანიდან შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც რკინიგზით, ასევე საავტომობილო გზით, პარალელური საავტომობილო გზებით და შემდეგ საქართველოს ავტოგზითა და სარკინიგზო მაგისტრალით ის შემოდიან პორტებში. საქართველოს პორტებში, ძირითადი პორტები ცხადია ბათუმი და ფოთი, სუფსა აგრეთვე ნაწილობრივ და ანაკლია აქ შენებარი პორტები და ოჩამჩირე, სოხუმი და გაგრა მომავალში. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ნაწილი, განსაკუთრებით თბილისი, ბაქო, ეგრეთ წოდებული ბაქო, თბილისი, ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ თავის დროზე დასაბუთებული და გაკეთებულია იმდაგვარად, რომ ის მისი გამტარუნარიანობა იქნებოდა არნაკლები 40 მილიონი ტონა ტვირთისა ძალიან დაბალ ქანობებზე და არა იმ ტრასით, რომელიც ახლა შენდება, არამედ სრულიად განსხვავებული 12,000 მაქსიმუმ 15,000-იანი ქანობების შემთხვევაში, რომელთაც უსაფრთხოება და ამ მისი ქმედუნარიანობა ამ ტრასის იქნებოდა უფრო ხელსაყრელი და მიზანშეწონილი. ეს ცენტრალური მაგისტრალების გარდა, როგორც გითხარით, ცენტრალური სამხრეთის და ჩრდილოეთის ნომერ პირველი პრობლემა რჩება შემდეგ, მას მერიდიანული მისასვლელი გზების გაკეთება სასაზღვრო ზონებამდე, რომ გაუკაცრიელება არ მოხდეს და აგრეთვე აქ ამ სამხრეთ ფერდზე არის ჩვენი რესურსების, წიაღისეული რესურსების უმდიდრესი მარაგები, ჰიდრორესურსების უმდიდრესი რაგები, ენერგეტიკული ობიექტები და ცხადია ამ ობიექტების მშენებლობისათვის და ათვისებისათვის საერთოდ ჩვენი ქვეყნის ამ სიმდიდრეების ვერანაირ სატრანსპორტო, საავტომობილო და სხვა სატრანსპორტო სისტემის განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამიტომ პერსპექტივა დიდია, მხოლოდ საწყის ეტაპშია და ეს სატრანსპორტო სისტემის განვითარების პრობლემა ერთ-ერთი ცენტრალურია. გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარი. ბატონო მორა ელაბარაკა სხვადასხვა თქვა ზოგადად ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე ამ მიმართულებით მუშაობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო რეგიონული მართვის სამინისტრო მუშაობს რეგიონული განვითარების სტრატეგიებზე. ეს პროდუქტი დაიდება ალბათ დაახლოებით ერთ თვეში და საყოველთაო განხილვის საგანი გახდება, როგორც ჩემთან პირადად ინტერვიუში განაცხადა, როგორც ფინანსთა მინისტრმა, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვნახოთ ალბათ შემდგომ მოხდება განხილვა და გამოჩნდება თქვა რა მიმართულებით შეიძლება ჩავერთოთ ჩვენ უკვე თქვა სატრანსპორტო ლოგისტიკური საქმიანობის მიმდევარი პროფესორად თქვა ამ სტრატეგიის ჩვენეულ ხედვაში და რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ თქვა რა შენიშვნები, რა დამატებები და ასე შემდეგ. ბატონო გოგა, მე ერთ საკითხი მინდა დავსვა, მონაცემი მინდა მოვიყვანო კონკრეტული 2000 წელს ფოთის პორტში საერთოდ ტვირთბრუნიდან 54% იყო ტრანზიტული ტვირთი, 28% იყო ექსპორტი, ხოლო 18% იყო დაახლოებით იმპორტი. 2010 წელს სატრანზიტო ტვირთების საერთო მოცულობამ 42% შეასრულა და იმპორტი გახდა 39%. ანუ თითქმის გაუთანაბრდა ისინი ერთმანეთს. ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყნისთვის და იმ თქვა პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველო, ეს არის კატასტროფული შედეგი ვფიქრობ. რასაც ბატონმა ომარმა ისაუბრა, ეს არის ძირითადად ექსპორტის გაზრდის საშუალება წარმოების განვითარების პირობებში, როცა შენ აწარმოებ პროდუქციას მაღალხარისხიანს და გასაყიდად ბაზარზე და რაც შეეხება თქვა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეს არის ინსტრუმენტი ძირითადად იმისა, რომ იმპორტი ჩანაცვლდეს. ანუ გათანაბრდეს იმპორტი, შენ ადგილზე აწარმო და დააკმაყოფილო მოსახლეობა. მე მაინტერესებს თქვენი მიდგომა ამ კუთხით და კიდევ თუ შეიძლება ორიოდე სიტყვა სატარიფო პოლიტიკაზე, აქაც კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. ევროპაში 10 ტონა კილომეტრ შესრულებულ სატრანსპორტო მუშაობაზე გადასახადი დაახლოებით $1, ჩვენთან არის იგივე $7-8, ან დაახლოებით 700-800% მეტი და აზიაში სხვა აზიის ქვეყნები მხედველობაში $12, ანუ 1200%-ით მეტი. ამ პირობებში ძალიან რთულია საუბარი თქვათ უნიფიკაციაზე სატარიფო პოლიტიკის და მით უმეტეს ერთიან გამჭოლ ტარიფზე, რომელიც თქვათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მულტიმოდალური გადაზიდვებისთვის.
ბატონო, მოგახსენებთ, რაც შეეხება იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტის, ასე ვთქვათ, პროპორციებს, მე გეთანხმებით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ ექსპორტი და იმპორტი პრაქტიკულად ძალიან დაუბალანსებელია, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და ვთქვათ, იგივე როგორც კავკასიაში, ასევე ცენტრალურ აზიაში, ეს თავისთავად ძალიან ნეგატიურად მოქმედებს მაღალ სატრანსპორტო ფაზზე. მე მოგახსენებთ, რომ მაგალითად ცენტრალურ აზიაში საერთოდ ვარს ამბობენ საკონტეინერო ხაზები კონტეინერების გაგზავნაზე. რატომ? იმიტომ რომ დაუბალანსებელი თვითმბრუნის შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკულად ამ ქვეყნებიდან ექსპორტი დასავლეთში არ არსებობს, პრაქტიკულად ვერ იბრუნებენ საკონტეინერო ხაზები კონტეინერებს უკან და შემდეგ, ასე ვთქვათ, დგება მოთხოვნა კლიენტისადმი ამ კონტეინერის პრაქტიკულად შესყიდვაზე, რაც შეიძლება ფინანსურად ზარალს არ აყენებდეს, ვთქვათ, საკონტეინერო ხაზებს, მაგრამ ეს არ არის მათი, ასე ვთქვათ, ძირითადი ბიზნესი. რაც შეეხება საქართველოს, მე მონაცემთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს კარგად აჩვენებს, რომ ჩვენ პრაქტიკულად არა გვაქვს, საერთოდ არა გვაქვს ათვისებული, თუნდაც კავკასიაში, თქვათ, სატრანზიტო პოტენციალი, მე ამას წინათ უყურებდი რაღაც გარკვეულ მონაცემებს და შევამჩნიე, რომ ძალიან აქტიურად არის გაზრდილი მაგალითად აზერბაიჯანში ბანდერაბასის გავლით იმპორტი. როცა თქვენ იცით, რომ ევროპულ ტვირთებზე მათ პრაქტიკულად ემბარგო აქვს და საერთოდ ეს არ არის დღეს უკვე უსაფრთხო პორტი. ეს ერთი. რაც შეეხება ტარიფებს, აბსოლუტურად გეთანხმებით, თუ გავაკეთებთ შედარებას, თქვათ, იგივე კონტეინერ კილომეტრზე საქართველოს რკინიგზის ტარიფსა და თქვათ, DB Schenkeris გერმანიის რკინიგზის ტარიფს, ჩვენ დავადგენთ, რომ სადღაც სამჯერ მეტია საქართველოს რკინიგზის ტარიფი გერმანიის ტარიფთან მიმართებაში, როცა 100% პრაქტიკულად ელექტრიფიცირებულია რკინიგზის ხაზისა, რაც შეეხება ეხლა საოპერაციო დანახარჯებზე, საერთოდ ვერ გავაკეთებ შედარებას. მაგრამ ეს მარტო საქართველოს ბრალი არ არის, ჩვენ ვიცით და ბატონ ზურა ამაზე უფრო კომპეტენტურად მოგახსენებთ, ძალიან დიდი პრობლემებია აზერბაიჯანში და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ ის მარტო არაფერს არ მოგწევს, რომ თქვა საქართველოს რკინიგზამ შეამციროს ტარიფები, თუ ჩვენი მეზობლები რეგიონში არ განახორციელებენ იგივეს. გამჭოლი ტარიფების თემა მე ვიცი, რომ სხვათა შორის ინიცირებული იყო რამდენიმეჯერ საქართველოს მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ ამან ვერ პოვა, ასე ვთქვათ, გავრცელება იგივე აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში. ასე რომ გეთანხმებით, აბსოლუტურად ტარიფი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა. თუ ტარიფი არ იქნება მისაღები, ჩათვალეთ, რომ თქვენ საერთოდ ესეთი შემატუნებელი, ასე ვთქვათ, ციფრი ბძანეთ 0.3%. ხო, ალბათ ეს 0.3% შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირდეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან არასასურველი იქნება. ეს 0.3% დავითვალეთ ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ ბრუნა იქნება 100-დან 120 მილიონი ტონამდე, ასე რომ ორჯერ მეტი ვიდრე დღეს. დღეს არის დაახლოებით 50-დან 55 მილიონი ტონამდე ესე მერყეობს. ეს ბატონო ზურაბ თქვენ რა ზანით? ეს ატარიფო პოლიტიკის თაობაზე მინდა გავაგრძელო ხო ჩვენი საუბარი, რომ აი დღეს მაგალითად აი გოგამ ზანა, რომ ბანდერაბასიდან აზერბაიჯანში შეაქვთ იმპორტი ტვირთები, ხო? ლოგიკურია, რატო იქნება და რატო შეიძლება ჩვენი უმოკლესი გზით აი საქართველოს გავლით არ მოხდეს. აი მაგალითს მოვიყვან ესეთ არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას, რომელიც ძალიან ტკივნეული საკითხი არის ჩვენი ექსპედიტორებისათვის. და ჩვენ გამოსვლაში დასაწყისში ვთქვი, რომ რამდენი პროცენტია დაახლოებით? დაახლოებით 7%-ამდე, 7-10%-ამდე იყოს საკმაოდ რა შეიძლება საქმე? ძალიან დიდი მოთხოვნა არის აი ბოლო პერიოდში ამ არაგაბარიტული მძიმე ტვირთების გადაზიდვას. ახლა რა ხდება? წავთქვი, რომ აი ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა არ მოხდეს მეთქი. აი კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ, აი გავაანალიზოთ ეს შემთხვევა, რომ აი ჩამოდი მაგალითად პორტში, ფოთის პორტში ტვირთი და ეს ტვირთი არაგაბარიტული ტვირთი და უნდა დაიდოს რომელიღაცა სატრანსპორტო საშუალებაზე, ხო? აი იმ სატრანსპორტო საშუალებაზე მივიდეს, ხდება გაცილების სამსახურით ამ პროცესის შესრულება. ზოგჯერ ეს გაცილების სამსახური კი აუცილებელია, მაგრამ ისე არ უნდა იყოს ეს გაცილების სამსახურის ტარიფი, რომ ზოგჯერ გადაზიდვის ღირებულებაზე მეტი იყოს. აი კონკრეტული მაგალითები გვაქვს ამის შემთხვევაში, როდესაც აზერბაიჯანში არის წასაღები არაგაბარიტული ტვირთი და თვითონ იმპორტიორმა, აზერბაიჯანელმა იმპორტიორმა თქვა, რომ აი ერთხელ კი შემოვიტანეს საქართველოს გავლით და იმდენი ხარჯები ეს გაცილების სამსახურმა იმდენი ხარჯები წარმომიშვა, რომ
კარგად ვზანდებოდეთ, მომავალში უკვე რუსეთის გავლით შევიტან ტვირთს, ან იგივე ირანის გავლით შევიტან. ეს არის ჩვენთვის აი დაკარგვა, ესეთი ტვირთნაკადი. ძალიან ბევრი ნაკადი იქნება. ესეთი გაუაზრებელი კი არა, რა თქვა ახლა დანაშაულებრივი. არასრულყოფილი სატარიფო პოლიტიკა. ეს იგივე გაცილებისა. ახლა მეორე კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. არის პრობლემა დღეს ექსპედიტორებს, რაც ესეთი არის, რომ ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით არის შეზღუდვები სიმაღლეში. და პირდაპირ წერია ესეთი ის, რომ ტვირთამწეობა ავტომობილი ტვირთი და არ უნდა იყოს 4 მეტრზე მეტი, კონტეინერებისა და ავტომზიდების 4 და 3 მეტრზე. მაგრამ როდესაც იყენებს ექსპედიტორი ეგრეთ წოდებულ open top ღია კონტეინერს, ხო? არის ბევრი შემთხვევა იყო ესეთი, რომ უნდა შემოიტანოს იმპორტიორმა რაღაც ისე მოწყობილობა დანადგარი, რომელიც კონტეინერიდან 10 სანტიმეტრით არის ამოშვერილი, რაც ვთქვათ, ხო, რაღაც. და ეს ბრძანებაში ახლა არ არის პირდაპირ საჯარო სანქციაზე მეტის ეს ექსპედიტორი და უჯდება რამდენიმე 1000 ლარი დამატებითი საჯარო. ახლა იზოლებული არის იმპორტიორი, რომ აღარ მინდა ავტოფი შემოწმება და დავანდებებ თავს. აი სატარიფო პოლიტიკა. მეორე შეიძლება ესე იგივე ამ მიმართულებით წარმართო პრობლემის აღწერა, მაგალითად არარეზიდენტს საქართველოს რეზიდენტი უხდის ამ საერთაშორისო გადაზიდვის შესრულებისათვის გაწეულ თანხის 10%-ს. დღეს უკვე ეს ფისკალურ ეფექტს აღარ იძლევა ქვეყანაში. იმიტომ რომ ყველა იმ პოტენციურ წარმოქმნელთან, რომელიც ამ ქვეყნებს, სხვადასხვა ქვეყნებში ერები მომხდარული, ხო? ამ ქვეყნებთან უკვე დადებული არის ორმაგი ხელშეკრულების თავდანაცვლების მიზნით, აი ეს სადაც უკვე გათავისუფლებული არის ესეთი არარეზიდენტის გადასახადებზე. მაგრამ ზოგჯერ ესეთი ოფიციალური ცნობის მოპოვება ჩვენ ექსპედიტორებს რამდენიმე ასეული ევრო და დოლარი უჯდება, რომელიც თიანას საბოლოო ჯამში აძურეს ამ ტვირთს. აი სატარიფო პოლიტიკის განხორციელება. აი სწორედ ახლა ბატონ დონორმა აღნიშნა ეს, რომ გვაქვს კავკასიის რეგიონი. 20 მილიონზე მეტი მოსახლეობა კავკასიის რეგიონში და 60 მილიონზე მეტი მოსახლეობით ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, ხო? ესენი არიან ჩვენ სატრანსპორტო პროფესორად მათ ამ ქვეყნებში ტვირთის მიტანა თითქმის აბსოლუტურად ჩვენი სატრანსპორტო საექსპედიტორო საქმიანობით ხორციელდება, ხო? აი ხა აუცილებელია რომ კოორდინირებული მოშოდო კომპლექსური გადაწყვეტა ამ პრობლემების. აი ეს მთავარი და მთავარი, რომელიც აი კომპლექსურ გლობალურად შეხვდა ამობენ ხოლმე არა გლობალური ფიქრი და ლოკალური გადაწყვეტილება და არ უნდა იყოს პირიქით ზოგჯერ ლოკალური ფიქრი არის და მე მიწის ხოლმე გლობალური გადაწყვეტილება. გასაგებია მე ჩვენ დავიწყეთ დღეს გადაცემათა ციკლი სატრანსპორტო სისტემასთან მიმართებაში და ეს ციკლი გაგრძელდება, ანუ რამოდენიმე გადაცემა მიეძღვნება ამ სხვა ცალკე იქნება საზღვაო სარკინიგზო და ასე მულტიმოდალურ ტრანსპორტს ალბათ ცალკე ვერ მოვასწრებთ უბრალოდ დროის სიმცირის გამო გადაცემის ვერ მოვასწრებთ საუბარს იგივე ვთქვათ სხვა მდინარე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ვთქვათ იგივე სხვადასხვა საბარჟო სისტემების გამოყენებას და უამრავი სხვადასხვა საკითხია საკონტროლერო გადაზიდვების მოდალური ტრანსპორტი რაც უშუალო ტექნოლოგიებს შეეხება ასევე ვერ განვიხილავთ ვერ მოვასწრებთ უბრალოდ მოძრავი შემადგენლობის რომელიც პრაქტიკულად განადგურებული იყოს ფლოტის საერთოდ არ ყავს საჰაერო ტრანსპორტი 0, თქვათ მოძრავი შემადგენლობის 70% და 7.5 ტონაზე დაბალი თვითმფრინავების და აღარ ლაპარაკობ ევრო 4 და ევრო 3 მანქანების რაოდენობაზე და ასე ანუ უამრავი პრობლემა არის და მე თვითონ თვეთაგას და განსაკუთრებით ბატონობას ვეთანხმებ რომ ერთიანი ქვეყნის განვითარებული სტრატეგიის ფარგლებში უნდა იყოს ჩართული გააზრებული სისტემური მიდგომა სატრანსპორტო სისტემის განვითარების მაგრამ მე დღეს ვერ გავუშვებ ხელიდან იმ თქვათ საშუალებას თქვენი ბათუმში სტუმრობისა და ვიზიტის რო არ დავილაპარაკოთ განათლების სისტემაზე რატომ იმიტომ რომ თქვენ ბატონო რომ ბრძანდებით ფიატას საგანმანათლებლო კომიტეტის წევრი და მე ვიცი რომ თქვენი უშუალო თაოსნობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ფიატას პროგრამის ექსკლუზივი გაქვთ თქვენ და ფიატას სერტიფიკატებს გასცემთ თქვათ გადამზადების კურსის შემდეგ და მეორე ბატონი გოგა რომელიც ჩამობრძანდა ამერიკის ლოგისტიკის ასოციაციას მოიწვია პროფესორად ამერიკის ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე და სადის გენერალური დირექტორი, რომლებიც შერატონში იქნება თვარწდები ხო ბატონო ხვალდაზე ორდღიანი კონფერენცია ლოგისტიკაში და აი თუ შეიძლება მოკლედ მე ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ ბარემ აქვე და დავასრულებ მინდა გითხრათ რომ 1980 წლიდან 2010 წლამდე გავაკეთეთ ჩვენ ანალიზი და გამოუგნებელი შედეგი მივიღეთ. ანუ
გადაზიდვის დრო და ფასი ეს პირველი ორი კომპონენტი პროცენტულად უცვლელი რჩება და ცხადია პირველ და მეორე ადგილზეა შესაბამისად, მაგრამ 12%-ით მოიმატა კლიენტის მოთხოვნამ ექსპედიტორის კვალიფიკაციასთან და პროფესიონალისთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ლოგისტიკური კუთხე. თუ შეიძლება ამ ხრივ რამე გითხრათ. მოგახსენებთ, როგორც აღნიშნეთ, ესე იგი ჩვენი ასოციაციის მხარდაჭერა ხდება ამ სოფლიო ფედერაციის, ესე იგი ეროვნული ასოციაციების სოფლიო ფედერაციის სასწავლო პროგრამის განხორციელება ჩვენ ქვეყანაში. პერიოდულად ვატარებთ ჩვენ 2001 წლიდან. დღეს შეიძლება ითქვას ამ საერთაშორისო აღიარების სერტიფიკატი, რომელიც თან სოფლიოში გაცემული არის 9700-ზე მეტი. აქედან 103 საქართველოში მოქმედი სატრანსპორტო ექსპერტიზის თანამშრომლობის მფლობელობაში არის. ასე კი შეიძლება ითქვას, რომ 103 მაგრამ ესეთი ქვეყნისათვის როგორც ჩვენი ქვეყანა დიდი რაოდენობა საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ეხლა რაც შეეხება თვითონ ლოგისტიკის განათლებას, აი თვითონ ლოგისტიკის ცნება, აი ლოგისტიკის თვითონ ამ საგნის შემოტანა ფაქტურად იყო დაწყებული ჯერ კიდე ISM-ის დროს, პირველი აი მაშინ გამოჩნდა ეს პირველი საგანი დაინერგა, მაშინაც მონაწილეობდა ამ პროგრამაში, ეს იყო 95 წლიდან. მერე ჩვენი აი თხოვნით ჩვენი რეკომენდაციით დავარქვათ ესე ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინერგა ეს საგანი, მაგრამ ბატონ გოგა დამეთანხმება, რომ ჯერ ისეთი მასშტაბით ეს არ არის. ეს ლოგისტიკა როგორც თვითონ საგანი ბევრ უმაღლეს სასწავლებელში სადაც ვაჭრობასთან მხარდაჭერით იყო ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, როცა მე დეკანი ვიყავი ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის და შემდეგ დირექტორის მოდი თქვენი უშუალო მხარდაჭერით გავზენ ჩვენ. დღეს უკვე დადგა ამ ლოგისტიკის უკვე სრულყოფა მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, supply manager, აი ბატონი გოგა ალბათ ამაზე სწორედ ის ამერიკელი სპეციალისტი, ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი ინსტიტუტის წარმომადგენელია, რამდენადაც ვიცი, რომელიც აი მიმართულია. ეს დადგა უკვე დღევანდელი დღესით. ესეც გასამართებელი არის ჩვენ ქვეყანაში. ორი სამი წუთი და შემდეგ თბილისის რო გადავიდით შეგიძლიათ. მოგახსენებთ, დაგეთანხმებით აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და განვითარებული საგანმანათლებლო პროგრამების გარეშე ლოგისტიკაში შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ დარგის განვითარებაზე. ეხლა ამ კუთხით ჩვენ შემდეგი მიმართულებით მუშაობთ. ჩვენმა ასოციაციამ დაიწყო თანამშრომლობა ამერიკის ლოგისტიკის ასოციაციასთან, თუმცა ანუ პირდაპირ თარგმანი მე ვიტყვი ბრჭყალებში ვთქვათ, რაღაც ინგლისურად ეს არის Supply Chain Council-ი ამერიკის, რომელიც 1000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, ეს არის წამყვანი ინდუსტრიული კომპანიები და ასევე სატრანსპორტო კომპანიებიც. მისი ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ფუძემდებელი იქნება ხვალ ბათუმში კონფერენციაზე წარმოდგენილი გააკეთებს ასე ვთქვათ პრეზენტაციას. ამ ორგანიზაციას აქვს დაგეგმილი ასე ვთქვათ სტანდარტიზირებული ბიზნეს პროცესების მოდელი ლოგისტიკაში, რომელიც განახორციელა 1500-ზე მეტ კომპანიაში და ასევე ორგანიზაციებში, მათ შორის მაგალითად იგივე ამერიკის სტატუტის სამინისტროში, სადაც ერთ-ერთი ასე ვთქვათ მაღალი ხარისხის ლოგისტიკური პროცესების წარმოება ხდება და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთოდ ლოგისტიკის ასე ვთქვათ ფუძე მოდის სამხედრო ლოგისტიკიდან, იგი 50-იან წლებში დაინერგა სამოქალაქო საზოგადოებაში და ჩვენ ასე ვთქვათ გვაქვს პრაქტიკულად შეთანხმება რომ ამ ორგანიზაციის ასე ვთქვათ წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველოში, ერთ-ერთი რეგიონალური წარმომადგენლობა. სხვა შორის ძალიან აქტიურად არის ჩართული და მისი ასე ვთქვათ ეგიდით ხდება, ეს არის USAID-ის EPIS პროგრამის ეგიდით. ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ ამ შეთანხმებას და ხვალ ზუსტად ერთ-ერთი თემა ეს იქნება კონფერენციის, თუ რა მოლოდინები უნდა კონდეს ამასთან დაკავშირებით. აქ რა თქმა უნდა კომპანიების აქტიურობაზე არის ეს დამოკიდებული. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება, რაზეც მუშაობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წლიან ხევრის წინ ლოგისტიკის დეპარტამენტი და გვაქვს თანამშრომლობა ბერლინის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან ლოგისტიკის სფეროში და გვაქვს დაგეგმილი რომ გავაკეთოთ ერთობლივი ასე ვთქვათ საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკაში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მოდულებს, სასწავლო მოდულებს, ეს არის მაგალითად ვაჭრობის ლოგისტიკა, საჰაერო ლოგისტიკა, ინტერმოდალური ტრანსპორტის მენეჯმენტი და ამ შემდეგ და სხვა მოდულებიც.
და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გეთანხმებით, რომ დღეს რეალურად კომპანიებში ძალიან დიდია მოთხოვნა ლოგისტიკის მენეჯერების, როგორც ტრანსპორტის, ასევე ლოგისტიკის მენეჯერების, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ნებისმიერი ასე ვთქვათ პროცესის ძვირიანად ასე ვთქვათ წარმოება ძალიან ნეგატიურად მოქმედებს კომპანიის კონკურენტუნარიანობაზე, ამიტომ ამ კუთხით რა თქმა უნდა აუცილებელია რომ კიდე უფრო მეტი გაკეთდეს და კიდე უფრო ასე ვთქვათ ახალი პროგრამები შემუშავდეს და დაინერგოს. დიდი მადლობა ბატონო, 2 წუთი გრჩება და მინდოდა მეთქვა იმ თქვენთან გადმოსულიყავით დაახლოებით იგივე შეგითხვით, ძალიან ბევრი კარგი წამოწყება, როგორც ვთქვათ, სტრატეგიული განვითარების ფარგლებში, თუნდაც იგივე სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ფინანსური და სხვა მენეჯმენტის თვალსაზრისით კონკრეტული პროექტების თქვათ შემუშავებისა და შემდგომში მისი რეალიზების თვალსაზრისით დაწყებულა, მაგრამ იმის გამო რომ შემდგომ ეს არაპროფესიონალების ხელში ჩავარდნილა, ასე ვთქვათ, არ დასრულებულა ეს პროექტები, ან ასე ვთქვათ, ტყუილა ჰაერში გადაყრილა ის თანხები და ის ფინანსები, რომლებიც მათზე იყო გამოყოფილი და აი განათლების როლი ამ მხრივ თუნდაც და ამ პროექტების ჩამოყალიბება და მართვა პროფესიონალიზმი, ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება თქვენი აზრი, სულ 2 წუთი გვაქვს დარჩენილი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, წამყვანი და მთავარი არის ჩვენთვის ცოდნა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია პრაქტიკაში დაინერგოს. გადასადგმელი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, შესაქმნელია აგრეთვე მეცნიერების და განათლების განვითარების ახალი კონცეფცია, დაიდო რაღაც კონცეფცია, მაგრამ ის საერთოდ საზოგადოების მთლიანად არ არის გაზიარებული და ამას გაკეთება უნდა და ეს უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისობაში უნდა იყოს მეცნიერება და განათლება ცხადია ჩვენს ეკონომიკასთან, ეკონომიკის შესაბამის დარგებთან. ცხადია რომ ეს ორივე მეცნიერება და განათლება არ იქნება ეკონომიკის განვითარებული ეკონომიკის გარეშე და განვითარებული ეკონომიკას ვერ მივიღებთ ვერანაირ ცოდნის ანუ მეცნიერების და განათლების შესახებ. მე უნდა მოგახსენოთ ყოველგვარი თავდაბლობის გარეშე რომ ძალიან ბევრი მაქვს ამ კუთხით ნაფიქრალი. დავაფუძნეთ გარკვეულმა ჯგუფმა საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტი ამ ერთი კვირის წინ და სერიოზული სამუშაოს ვეწევით ახლა დიალოგის რეჟიმში ვართ ყველა ბევრ დარგობრივ აკადემიასთან, აგრეთვე დავიწყეთ საუბარი საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან, დავიწყეთ ყველა იმ ინტელექტუალურ ცენტრთან და რომელიც ვალდებულია და ჩვენ ქვეყნის წინაშე თავის ცოდნა და გამოცდილება არ დაიშუროს და ბოლოს უნდა შევქმნათ ერთიანი საქართველოს განვითარების ერთიანი სტრატეგია, სადაც ფუნდამენტი და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეცნიერება და განათლება და რა თქმა უნდა მეცნიერება და განათლება წარმოებულ ეკონომიკის დარგებთან ერთად. აი ეს მხოლოდ ასეთი მიდგომა თუ შევაერაღებთ ხელისუფლებას ერთიანი მიდგომით ქვევიდან, სადაც ჩაერთვება ყველა მოაზროვნე ქართველი დაფიქრდება რომ მისი ქვეყნის მომავალი, მის სამშობლოს მომავალი, მის ცოდნაზე, მის გამოცდილებაზე უშუალოდ გაცემაზეა და ამის ინტელექტუალურ რესურსი არსებობს ქვეყანაში და არსებობს პოლიტიკური ნება, რაც მთავარია. ამ მექანიზმებს უნდა ამუშავება და როცა გვექნება შესაძლებლობა მექანიზმებს შეიძლება ვისაუბროთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო სტუდიაში მობრძანებისათვის საინტერესო საუბრისათვის. ეს არის ძალიან დიდი თემა. მინდა გითხრათ რომ ჩვენი საავტორო გადაცემის ამ პროექტის მიზანი იყო სწორედ ის რომ გაგვეზარდა ინფორმირებულობა მოსახლეობის და გვეჩვენებინა მნიშვნელობა სტრატეგიული ხედვისა, ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისა და შემდგომ მისი ცალკეული კომპონენტების განვითარებისა. თუმცა გარკვეულწილად ჩვენ ასევე ჩვენი გადაცემა პროპაგანდას უწევს და იზიარებს ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას, რომ ინოვაციური განვითარების სტრატეგიას, ეკონომიკური ინოვაციური განვითარების სტრატეგიას ალტერნატივა არ გააჩნია რამე თუ სხვაგვარად ჩვენ ვერ ვიქნებით განვითარებული ქვეყანა და შესაბამისად ვერც გვექნება ამაზე პრეტენზია და ამისთვის საჭიროა განათლებული ადამიანი, ის რაც შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, თუ არ შეგვიძლია, მაშინ ვთხოვოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და მეგობრებს და დავიხმაროთ როგორც ამ შემთხვევაში, რასაც თქვა თქვენ კონკრეტულად ახორციელებთ.
გაეროს მუდმივ მოქმედ წარმომადგენლობაში ფიატაში ერთის მხრივ და ბატონო გოგა თქვენ აი ეს ჩვენი მეგობარი ასოციაციების მეშვეობით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გადაგიხადოთ ეს თემათა ციკლი გაგრძელდება მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ სავარაუდოდ ჩვენი გადაცემის დაწყების დრო შემდეგი კვირიდან გადაიწევს 1 საათი და 7 საათიდან გავალთ ეთერში დიდი მადლობა ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე